სულ იმის შეგრძნება გაქვს, რომ აი ესე რომ გამეკეთებინა რა მოხდებოდა. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რომ მუსიკოსი შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ვცდილობ, რომ ვიყო ნორმალური მშობელი. ყველა ეს ფაზა გადავლახეთ რთულად კონცერტამდე, როცა იგეგმება ღელავ, მე როცა მოდის ის თარიღი ძალიან ღელავ, კონცერტზე გასვლის წინ ღელავ და აი უკვე როცა ადიხარ სცენაზე და აი მაშინ თუ ღელავ პირველი 2 წუთის შემდეგ, მაშინ უკვე ვერ შედექი. ესეთი დაავადება არსებობს სცენის შიში და შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაგემართოს. ყოველი კონცერტის წინ მგონია რომ არავინ არ მოვა. საოცარ დარბაზში მქონდა სოლო კონცერტი. მთავარი არის აი მაგ ქავერის გადაკეთებაში ის რომ არ უნდა გავდეს ორიგინალს. შენ თუ ხა ეცდები რომ იმისნაირად გააკეთო, მაშინ რაღაცე აკეთებ. რომ ინტროვერტი ვარ, სულ რომ ჩუმად ვიყო და ცაში ვიყურო, ეგ არის ჩემი ენერგიის აღდგენის მუსიკამ იქონია ჩემზე გავლენა ალბათ დაბადები და მე 3 წლის რო ვიყავი, ჯოხს ვიღებდი ფანქარს და დგებოდი და საორკესტრო დაწარმოებს დირიჟორობდი. პრობლემაა თუ იგივე ხარ სულ. და ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი ვიცით, რომლებიც არ მუშაობენ არც საკუთარ თავზე, არც ვითარდებიან და ერთ არათავდაბალ ადამიანთან მომიწია მუშაობა და ვერ ხვდებოდი რა არის ჩემი პრობლემა. გამარჯობა, ისევ არა პოდკასტური პოდკასტი, კიდე სარედაქტორო პოდკასტია თქვენს წინაშე და დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ჩვენი ხეთის გმირი სტეფანე მღებრიშვილი. არ მკითხოთ როგორ დავითანხმე ამ გადაღებას, მოგიყვებით ნელ-ნელა. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეცანი უფრო მეთქმის მადლობა, იმიტომ რომ არაფრით არ დადიხარ არსად. არა, ხო, ეს არის ჩემი, აი როგორ გითხრათ. აი, იცით რატო? ის კი არა რომ რაღაც საკუთარ თავზე თუ რაღაც უბრალოდ ჯერ ერთი გრაფიკის გამო, გრაფიკი ქვია ხო ქართულად? გრაფიკის გამო, ანუ წარმოუდგენელი გრაფიკი მაქვს დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე და მეორე არის ის, რომ აი მე აი ჩემ თავს რო უყურებ, მე ეს ძალიან არ შემიძლია მე შეჩვენე ხო ეკრანს. აი ხო, რაღაც სუმგონია რომ აი ის რო არის ხოლმე რო გიჯერე და ყველაფერს ასე ვთქვი შესწი რამე გამოიყენე თუ რაღაცა და რამე უაზრობა ესეთი არ. მოდი ახლა გათქმევინებ რამე ეგეთი შესწი რამე გამოვიყენე. და ის არა ქვია და კიდე ის არის რომ ეს პოდკასტები გააკეთა ყველამ და უკვე რაღაც სულ რო ერთს რო დავთავდებ გონია რომ მე იმას ეწყინება მე რომ მეგობარს ვარ ისე მაგრამ თქვენ გქონდა ბერკეტი გქონდა და მომენტი მოკლედა. აი ვაღიარებ სტეფანეს მეგობრებო ვის არ იკითხათ სტეფანე მე ის დავაშანტაჟე ესე იგი ცოცხალ თართან მივეცი ფოტო სანამ არ დამთანხმდა რომ მადლობა ძალიან მაგარი კი მოგეწონა ძალიან მომეწონა და მადლობა ფოტოგრაფს ამისთვის და თქვენ. ხო, ისა არაფერს. მადლობა რომ ესეთი კარგი მოდელი. ჯერ ერთი ხო შვინთან ერთად ძალიან ძვირფასია და ესეთი კაი ფოტო ნამდვილად. სტეფანე იცი არ მაინტერესებს აი ხა არავინ არ იქნება წინააღმდეგი შენ და შენ ჩვენ რო გადაგიყვა. არა ხო. მაგრამ მე მაინც მგონია, მთავარი რედაქტორი ვარ და მაინც მგონია რომ ჟურნალის სხვა ლეველია, მოდი რა სლენგს ვიქმარ და შენ როგორ უყურებ ამას? იცით რა არის, მე ვარ ადამიანი, რომელიც დროს ერგება მარტივად და ვიღებ ძალიან ადვილად რაღაცეებს. შესაბამისად, აი როგორც ტელევიზია, აი ტელევიზიაში ჩემი დასაქმებზე არ არის. უბრალოდ ტელევიზიაც უკვე ნელ-ნელა მე მგონია რომ ძალიან მალე რაღაც ერთ დეკადაში აღარ იარსებებს როგორც ესე ჩავთე და ხო, ისედაც მე აი თვითონ ტელევიზორიც კი, ანუ დიზაინის კუთხით ძალიან მაწუხებს, ანუ მიმაჩნია რომ რაღაც შავი უაზრო რაღაც ყუთია, რომელსაც მე არ ვთავ და ხანდახან ვთავენ ხოლმე ჩემთან სახში საინფორმაციოს გამო, ან ძიძან, მე ესეთი ანუ მე არასდროს ტელევიზორს არ ვუყურებ და ჟურნალიც ნელ-ნელა, ანუ როგორც გადადის, ანუ ციფრულზე, ასე ვთქვათ რა, აი როგორ ვთქვა, თუ არსებობს რაღაც ავტორიტეტით ჟურნალები როგორც OK თუ Vogue თუ რა ვიცი 1000, ნუ ყველა ცდილობს რომ აპრეს დროს და ეს პეტრული მედია გადაიტანონ ციფრულში. ხო, მაგრამ მარტო ციფრულში ვერ ვარსებობთ თქვენ.
მესმის, მაგრამ ესეც მგონია, რომ ნუ ჯერჯერობით აი გარდამავალ პერიოდში ვართ, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც თეატრი არ გაქრა, ხო. ეს ფიზიკური მატერიები მაინც სულ მნიშვნელოვანი იქნება. ეს ხო on air არ არის, ხო აერი არ არის. აი ნახე, შენი შვილიშვილი ამას ნახა. კი, სასიამოვნოა, როგორც მასალა, როგორც იყიდო, თქვათ რაღაც კარგი წიგნი, მაგრამ ჩვენ უკვე ისე ვართ მიჩვეული დაზუმვას, რომ ამას რო ხსნით, გვინდა რომ დავზუმოთ ხელით და რაღაც პატარა ნიუანსები რაც არის, აი გვინდა რომ დავზუმოთ. ხო და აი როგორც მუსიკოსის ფირფიტა თუ რეალობას თუ შევხედავთ და გავუსწორებთ თვალს, მგონია რომ ეს ყველაფერი მაინც გარდამავალია და დარჩება მაინც ციფრული. და იმას არ გიქცე, არის უცბად ერთვენიან დღეს, რომ ხო ხდება რაღაც ამბები, აი ფილმები რო არის მომავალზე, რომ უცბად გაქრა ეს ციფრული. აი მე რა ხდება? მე არ ვიცი, ალბათ აი ხელოვნური ინტელექტი რესიშიშიც აქვს ბოლოს თუ თავის თავზე აიღებს ძალიან ბევრ რამეს და მიხვდება რომ ადამიანები ძალიან ბევრ ცუდ რამეს ჩადიან და მოინდომებს საკუთარ თავში საკუთარ ხელში ჩაგდება სამ ყველაფრის ალბათ ვიღაც მერე გათიშავს და ამ კაბელებს ჩახსნის. იყენებ ხელოვნური ინტელექტი. კი, აქტიურად. ეხლა ChatGPT-ს თუ ChatGPT-საც და მუსიკას. ხო, ანუ გეხმარება. კი. აი რაში. რაში და მაგალითად აი გუშინაც გქონდა მუსიკოსებთან ურთიერთობა მაგაზე საუბარი, რომ აი რაღაც სიმღერას რო აკეთებ, სულ იმის შეგრძნება გაქვს, რომ აი ესე რო გამეკეთებინა მოხდებოდა და ხელოვნური ინტელექტი ძალიან მალე შეუძლია რომ დააგეთოს ეს ყველაფერი და გაჩვენოს და ამაში გეხმარება თორე ის რომ ამ ეტაპზე არ მგონია რომ ხელოვნური ინტელექტი შეუძლია რომ მუსიკოსი შეცვალოს. ერთი live performance ვერ გააკეთებს და დაწერის კუთხით მაინც ამოცნობადია ხელწერა. თუმცა აი როგორც ვარაუდობენ რომ აი ხა მედიცინაში ძალიან დიდი ის არის ხო ასე ვთქვათ წინსვლა ამ ხელოვნური ინტელექტს რომ მაგალითად ეხოსკოპიას დამტკიცებულია უკვე რაც უნდა პროფესორი იჯდეს კადრს რო ხედავს და ამიტომაც აი თვით შეგენებაზე როცა გადავა არის შანსი რომ მან უკვე ადამიანს აჯობოს. აი და მაგის გაისად ვლაპარაკობ, როგორ გაისად გამოჩნდება. მე იცი არის ეხლა 25 წელი ალბათ, რაც გიცნობ სტეფანე. ეხლა დავიწყოთ. ხო და მახსოვს, ნუ არ იყო პირველი ნაბიჯები, როცა გაგზავნე გქონდა გარკვეული პოპულარობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ საწყისი იყო, ასე ვთქვათ, ბევრი ამბობს კიდეც, რომ ეს იყო შოუ-ბიზნესი, ქართული შოუ-ბიზნესის აღმავლობის ხანა და მომღერალი გამოჩნდა მაშინ, ხო, სულ კონცერტები იყო, ის იყო. და ბევრი და საერთოდ გვავიწყდა და აი 25 წლის თავზე რომ ვთქვი რომ აი სტეფან გამთავრდა პოდკასტი თქვა ის პატარა ბავშვები ვინც პოდკასტში ყავს და ისე იღებს და ისე გაუხარდათ რომ მივხვდი რომ სტეფანე რომელიც აღარ არის ჯენზი ხო და საკმაოდ სოლიდურას მესამე დეკადა არის უკვე რომ დღემდე არის ძალიან პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ არ ხარ რაც ნანიბრეგვაძე, არ ხარ არც რა ვიცი, აი საერთაშორისო ბაზარზე ვინც, ხო? აი აქ ხარ საქართველოში ხარ და აი ესე ძალიან უყვარხარ ყველას. არა თვითშვილობა თაობას. და მე კი მაგჩემ მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, შენ რას ფიქრობ, აი რა როგორ მოახერხეს? არ ვფიქრობ მაგაზე და შეიძლება მაგიტომაც მოახერხე, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც რაღაცა ახალ ტრეკს გამოვუშვებ ან რაღაც ახალს გავაკეთებ, იქვე თაროზე მიდის აი ორ კვირაში და მგონია რომ არც აფერი არ გამიკეთებია და ეს რაღაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ირთვება. და ვცდილობ კიდე რაღაც ახალი გავაკეთო და შეიძლება ეს დავივალავი შრომა იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ადამიანურობა ძალიან დიდ როლს არ ვიცი რამდენად ადამიანურობას ნამდვილად არ ვიცი, არა, რაც უნდა ადამიანური იყო თუ ცუდ მუსიკას გააკეთო. არა, მოცემულობა არის კარგ მუსიკას აკეთო. ხო, არ ვიცი, ამდენ კაი ფაქტია რომ ღებულობენ მუსიკას ჯერჯერობით. ეხლა მაქვს საერთაშორისო 26-ში ისეთი გეგმები რომ აი თითქოს თავიდან დავიბადე და კი კონცერტები სულ მაქვს, მაგრამ აი ალბომის გამოშვება მინდა ძალიან დიდი ხანია ალბომზე არ მიმუშავია და ეხლა ვიწყებ ნელ-ნელა ჩაჯდომას, აი როგორც ამ კონცერტებს დავამთავრებ.
ვეცდები რომ ალბომი გავაკეთო. აი მე რა საინტერესო და 26-ში უნდა ველოდოთ 26-ში კი უნდა ველოდოთ სექტემბრისთვის ესე. პრეზენტაციაზე თუ გვანდობ რაღაც არის არ მიყვარს პრეზენტაციები. აი რომ მეპატიჟები არის კლიპის პრეზენტაციაზე არასოდეს არ მოვდივარ მართლა მაგ ხოლმე იმ დღეებში, იმიტომ რომ ისე დღეებშია რომ სულ საქმე მაქვს მაგ დროს, მაგრამ რომც არ მქონდეს, ალბათ მოვიტყუები, იმიტომ რომ ამაზე დამღლელი ჩემთვის არაფერია. ინტროვერტი ვარ 100%-ით, მაგრამ გარდა ამისა, აი კლიპის პრეზენტაციას ალბომს უფრო გააკეთებ პრეზენტაციას, რომ იქვე ლაივ კონცერტს ჩაატარებ და თქვა აჩვენებ რა სიმღერებია და კლიპის პრეზენტაცია მართლა არ მესმის რა არის, ანუ ეპატიჟები ძალიან ბევრ ადამიანს, 300 ადამიანს ურეკავ, მოდიან 3 წუთის გამო ზიან და მე 15 წუთში დებ ამას YouTube-ზე. ყველას გვაქვს ცდომა ინტერნეტთან, აი რა საჭიროა ეს ყველაფერი. მე თუ არ მოგეწონება, უნდა გამოგიჭიროს ვიღაცამ და კითხოს შენი აზრი. მე რაღაც უნდა ყალბი რაღაცეები ილაპარაკო და აი ამ ყველაფრის აცილების მიზნით მირჩევნია რომ არ წავიდე. ესე იგი, რამდენიმე სიცილებ თავიდან, პოდკასტებს იცილებ, ტელეკადაცემებს იცილებ, პრეზენტაციებს იცილებ, კიდე რა სიცილებ? აი ამდენამეს ხო ვიცილებ, მან შაბათი კვირის ჩათვლით ძალიან დატვირთული პერიოდი მაქვს და ეხლა ალბათ ცოტა გადავა ესე სადღაც მარტის დასაწყისიდან აპრილის შუა რიცხვებამდე და სადმე დავგეგმავ წავალ ალბათ ქვეყნიდან და დავისვენებ ცოტას. ხშირად მოგზავრო? ვცდილობ. აი მე ყველაზე მეტად სად გიყვარს მომენტს. არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა არ აქვს. თუ სადმე არ ვარ. აი მე მაგათაც იტალიაში. არ მაქვს ესე გადაწყვეტილი სად მომწონს. აი ვინ რომ მოგისაჯაროთ, ეცხოვრა მარტო ერთ ქვეყანაში გილეა რა. ეგრე არ ვიცი, ალბათ ამერიკა მიყვარს ყველაზე მეტად. არ ვიცი, მომწონს ეს ქვეყანა მომწონს ძალიან. აჰა. მე იტალია. იტალიაც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მსოფლიო საგანძური 80% არის იტალიელების შექმნილი, ანუ არტის მხრივ. ვერ ბერძნებიდან იწყება. არა, აი მნიშვნელოვანი არტი რაც არსებობს და საგანძური რაც არის. კი ბატონო, ბერძნებიდან იწყება თუნდაც არქიტექტურული კუთხით, მაგრამ ფილოსოფია. ხო, მაგრამ მე ვგულისხმობ სახით ხელოვნებას და ეს რაღაცაც მე მიზიდავს და მუზეუმებს და ხო. თუმცა მე შეისყიდეს ამ იტალიელების შედევრები და სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში არის გაფანტული, მაგრამ იტალიელების შექმნილი ხო არის. შესაბამისად ეს ისტორია იქ იგრძნობა. მიყვარს იტალიაც ძალიან, ხშირად მოგზაურობ იტალიაშიც. მithumetes ჩემი დიშვილი ცხოვრობს იქ, ანუ გათხოვილია იქ და ხანდახან მოკლედ მაქვს რაღაც კონტაქტი. ეხლა კიდე ერთი რა ყვითელი რაღაც უნდა გითხრა. რა ვქნა ყვითელი გააკეთე პოდკასტი. მაინც მაინტერესებს მე რა აი თავიანთების მიუხედავად მაინც მაინტერესებს და გითხრა ესეთ რაღაცა როგორ დინარჩუნებ ფორმას. ფორმას რას გულისხმობთ? ფიზიკურს. ფიზიკურს არ ვიცი. ვარჯიშობდი. სულ ვარჯიშობდი, 1-8 წელი ვარჯიშობდი და ფორმაში ვიყავი ძალიან მაგაში 4 ჯერაც კი დავდიოდი, ანუ 3 ჯერო ვარჯიშობდი, თითქოს ის პირა არ შედგა, მე-4-ეთაც მივდიოდი. და ჯამთელ კვებაზე ვარ დაახლოებით 1-15-16 წელი. არა, ყველა არა, როგორ არა, ყველამ უნდა დაარღვიოს. ყველამ უნდა დაარღვიოს კვირაში 2 ჯერ. კი, მაგრამ ეს იმდენად გამომუშავებული მაქვს, რომ ეს ულუფები და ყველაფერი არ მაქვს მოთხოვნა რაღაც ისა და კიდე ის არის კარგი, რომ კბილი არ მიყვარს და ნამწუხრებს საერთოდ არც მინდება და არც მომდის თავში, რომ ჭამე. აი, მართლა აი როგორც იყავ 25 წლის წინ, ზუსტად ისეთი ხარ ეხლა. მადლობა. ესეა, ხო მეთანხმები. პროექტი ჩაფუთული ვარ ცოტა. ძალიან კარგი. სტეფანე, ეს ნომერი იყო მამაშვილობაზე. და შენ ფანიკო ძალიან დიდი მადლობა მას რომ დაგვთანხმდა ამ გადაღებაზე და ესეთი ბანალური კითხვა დაგისვა როგორი მამაა სტეფანე. ძალიან რთული შეკითხვა ეს სინამდვილეში. არ ვიცოდი აი როგორ ხარ თვითონ მამობაში. ხო და აი თვითონ ისა თინეიჯერია ახლა 17 წლის და ძალიან რთული ფაზები გავიარეთ. 14 წლის რომ დაეწყო ეს თინეიჯერული ფაზები, დღემდე არ არის დამთავრებული. თერაპიაზე დადის სულ, ანუ მეც მესაჭიროება ხანდახან თერაპია იქიდან გამომდინარე თუ როგორი მშობელი უნდა ვიყო. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ვცდილობ რომ ვიყო ნორმალური მშობელი. მაგრამ რა გუშინ წინ გქონდა მაგაზე ზუსტად საუბარი რომ თვითონ არ არის
ვფიქრი როგორი მაგაც ვარმე. ხო. შეიძლება იმას დავაბრალოთ, რომ მაგალითად დედის ერთა და ეს დაძმა არ ყავს და ეს მომენტებიც აქვს, მაგრამ თulis რომ უკეთესი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. აი ხა უკეთესი უარესია. იცი არის მე ფანიკოს ამასაც ცალკე დამალაპარაკები იმედი მაქვს, მაგრამ აი საერთოდ ესე ამბობენ, რომ ნამდვილ მამაკაცებს გოგო შვილები ყავთ. მამაჩემი ესე იმასლებდა ხოლმე თავს სამი გოგო ხო და საერთოდ გოგოს მამობა უფრო რთულია სავარაუდოდ. ნუ ბიჭი რო არ მყავს, არ ვიცი რამდენად ეს განსხვავება იგრძნობა და საკმაოდ რთული ხასიათები აქვს, ძალიან თავისუფალი თინეიჯერია, ყველა ეს ფაზა გადავლახეთ, რთულად, სხვათა შორის ძალიან რთულად. კონფლიქტებიც ჰქონდა, ანუ თერაპიაზე არის უკვე რამდენიმე წელია და ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ პანდემიაში დაემთხვა ეს თინეიჯერობა. რაღაცა იმ ქსელებში იყო, აი ამ ინტერნეტის და ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს. მერე ვიღაცები რაღაც ლექციებს უტარებენ ამ თინეიჯერებს და ძალიან რთულია და მოკლედ თინეიჯერის შვილის ყველა, თუმცა ყველას გამოუვლია ეს ამით განსაკუთრებული არ ვარ. ერთმა ჩვენმა მეგობარმა ამერიკიდან თქვა უკვე გადალახას პერიოდი თინეიჯერები არ თვითონ სიტყვა თინეიჯერიც მეზიზღებს აი რაღაც ცოტა მეც ეხლა ცოტა გადაუვიდა მაგრამ ერთი პერიოდი ძალიან რთული იყო მე როგორც უკვე გადასული გირჩევ რომ უბრალოდ იყო მისი მეგობარი ვარ ვცდილობ და ბოლომდე მესმის მაგრამ ხანდახან არსებობს რაღაც გაჭედვის ფორმები რომელიც ნუ უკვე შენტრალური მასაც აჭარბებს და ნუ მე ვიცი რომ მარტო ჩვენ არ ვართ ესე და ამით ცოტა ვშვიდდები. ძალიან ლამაზი გოგო ხარ. მადლობა. ეუბნებ ხოლმე რომ ლამაზია. კი ხშირად ვეუბნები რომ ლამაზია, რომ საყვარელია, რომ კარგი ადამიანია. კარგი ადამიანია სინამდვილეში და ეს სირთულეები რეალურად სახში გადმოაქვს ჩემთან და დედამისთან, თორე მეგობრებისთვის, სხვა ადამიანებისთვის ძალიან ისეთია. საერთოდ ამბობენ, როდესაც აი დედაშვილი, მამაშვილი ოჯახში ვიც გავს, უფრო მეტი კონფლიქტი იმასთან გაქვს და თქვენ შეთხოთ ორივესთან ერთნაირი კონფლიქტი აქვს, ხან დედასთან, ხან მამასთან. ერთ და იგივე სრულიად. 50-50 როგორც უყვარვართ, ეგ არ არჩევს დედა უფრო უყვარს თუ მამა, ნამდვილად ეს მომენტი არ აქვს რა. ეკითხები დედა უფრო გიყვარს თუ? არა, არ მეკითხები, უბრალოდ საქციელებით ეთყობა ადამიანს, ორივესთან ძალიან ახლოს არის. რეალურად ჩვენ ვართ მისი ახლო მეგობრები, არ არსებობს რამე რაც გაუჭირდება და არ გვეტყვის, აი ეს ალბათ პლუსია. და ნუ გავდივართ იმ ფაზებს როგორც ყველა რა. ალბათ ესეც რაღაც შემადგენელი ნაწილია ცხოვრების, რომ ეს ეტაპები უნდა გაიგო. გაკრიტიკებს თუ არა, აკრიტიკებს თუ არა შეშემოქმედებას? არა, უფრო მუსიკაზე არ მაქვს. მოწონს? რაღაცები კი. და ხშირად გამიგია ბავშვების გავუშვათ ცნობილი მშობლები ყავს, რომ ცოტა რაღაცა ესე კლიშესავით ეს სტეფანეს შვილი ამას ხო არა პროტესტებს. ალბათ ქვეცნობიერად იმდენად თვითონ თვითყოფადი ტიპია, რომ ალბათ თვითონ სადღაც ეგ დაინახა მის ტვინში და იმიტომ ეგეთი ვთქვათ მე ამბოხე და რაღაცნაირი ტიპი, მაგრამ ალბათ ყველაფერი მოქმედებს. რაც არ უნდა დავგიტყოდეთ რაღაცას და როდესაც ვფიქრობდით, ყველაზე ვინდაგვეს საახალწლო ნომრის ეს ცირციფრებს ვარჩევდით, რომ ახალი წელი არის ბავშვების უხარია. ხო, ახლა უფროსებისთვის უფრო მეტად არის რაღაცა ზრუნვა, რაღაცების მოსწრება, მაინც სტრესულია და აი მამაშვილი, დედაშვილი ასე რომ ვაბობდით და რომ სჯეროდით, როგორც გითხარი, ბემჯენზიც ყავს, ეს კი არ თქვენ სტეფანე და ფანიკო და მამა. აი ესე. ძალიან გაუხარდა. ამას ვახლებინებ ამ მომენტს სპეციალურად. მართლა აი ესე თქვენს და რომ ვიკითხე რომ კი, მაგრამ აი რა რიცი გამოირჩევდა ეს. უბრალოდ ძალიან გაიწია ესე თქვენ. სასიამოვნოა ძალიან ვამოყოფეს. სოციალურ ქსელებში ხარ თუ არა? მიწევს სამსახურისგან, მაქვს ინსტაგრამიც, ფეისბუქიც, ტიკტოკიც და იუთუბიც რა თქმა უნდა და ხო მიწევს, იმიტომ რომ ხანდახან ასევე გაშანტაჟებენ, რომ და დადო კონცერტის რეკლამა, მე უნდა ჩაწერო ვიდეო, მე იმ ადგილს უნდა მივხვიდე, რომ ჩაწერო ვიდეო, ნუ ეს შემადგენელი ნაწილია ამ ყველაფრის და კი.
ეხლა საუბრობთ ცოტა ხნის წინ influence marketing-ზე. ხო. ხო, რეალურად ხა პირველი დღეს თუ იგეგმება რამე კამპანიები, პირველი ამბობენ, რომ influencer კამპანია და მე რეაკეთებ სხვა რაღაცებს. შენ არ influencer. არა. მიუხედავად ამ დიდი სიყვარულისა საზოგადოების მიხედვით. არ ვიცი ხო, არა. არ მიყვარს. არ მიყვარს, მირჩევნია რაღაც კი ეგ რაღაც დამატებითი შემოსავალია, კარგი. ხო, მაგრამ არა, ჯერ ერთი როცა მქონია შემოთავაზებები ყოველთვის ჰონორარს ვითხოვ ძალიან დიდს. რო ვარი მითხრან და ერთი-ორჯერ დამთანხმებიან და ნუ აი გამეკეთებიან. მანდრაკენი. დავთანხმდი, კი. დაახლოებით რაც საშუალო იმათი არის 3-ჯერ 4-ჯერ მეც ვითხოვ და ვიშორებ ესე და თუ არა და მაგ შემთხვევაში ვთანხმდები და მიღეს მიდებას. კაი, აი მიუხედავად რომ ბევრი კონცერტი გაქვს ჩატარებული, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კონცერტს წინ რაღაცა ველვარება უწევს. კი, ამას მე კი არა ნანი ბრეგვაძე რო ახსენეთ, ნანი ბრეგვაძეც მაგას ამბობს და ნებისმიერი უცხოელი არტისტიც მაგას ამბობს. ანუ აი ეგეთი არის პროფესიონალის ეტაპი. კონცერტამდე, როცა იგეგმება ღელავ, მე როცა მოდის ის თარიღი ძალიან ღელავ, კონცერტზე გასვლის წინ ღელავ და აი უკვე როცა ადიხარ სცენაზე და აი მაშინ თუ ღელავ პირველი 2 წუთის შემდეგ, მაშინ უკვე ვერ შედექი. ანუ და ამიტომ ესეთი არტისტები ძალიან დიდი ხანი ვერ მოდიან. ანუ ესეთი დაავადება არსებობს სცენის შიში და შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაგემართოს. სხვათა შორის მე ერთხელ დამემართა მხოლოდ და რაღაც 9 წლის წინ თუ რაღაც პანიკური ატაკა. ხო და აი როცა დგები სცენაზე და უკვე აკონტროლებ სიტუაციას მთლიანად, მაგ შემთხვევაში უკვე ხარ პროფესიონალი და ეს მღელვარება როგორც აუცილებელი პირობა არის, რომ ესე იგი არ ხარ უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ იქ შეიძლება გაითიშოს ძაბვა, იქ შეიძლება მუსიკოსმა რაღაცის აკორდი ვერ აიღოს და შენ ძალიან უსმენო ბგერა მოუშვა და ეს იყოს შენი ბულინგის ისა, იმიტომ რომ იქ ვიღაცამ გადაიღოს და ეს რაღაცა საშინელი ნამღერი დარჩეს და სულაც ვერ მიხვდეს იმას, რომ შეიძლება ვიღაცას აკორდი შეეშალა უკან და იმიტომ ვერ დაასვი ის ნოტი ზუსტად და ბევრი რაღაცა არის, რაზეც ღელავ იმაზე ბილეტები გაიყიდება თუ არა. ყოველი კონცერტის წინ მგონია რომ არავინ არ მოვა ჩემ კონცერტზე. და ესეც არის რომ მკითხეთ თავიდან რომ აი როგორი ინარჩუნებ რაღაც პირიქით იმდენად ანუ მიამიტად უყურებ ამ ყველაფერს რომ მგონია რომ საერთოდ ვერ შევძლებ და შეიძლება ესეც არის რაღაც მიზეზი ამის. აი ეს მომენტი გაქვს ხოლმე ეს სცენაზე ხარ ჩაივლის და უხდები რომ აი ძალიან კარგი იყო ან სულ ყოველ შეიძლება აფასებ შეგიძლია და ბევრისგან ეს სუდი დაგვრა იყო, დღეს კაი დაგვრა იყო. ხალხი მაგას 99% ვერ ხვდება, იმიტომ რომ მისთვის იგივე ის ნაცნობის სიმღერაა და ყველაფერი სწორად დაუკრა, მაგრამ ენერგიით შენ ხვდები, რომ ეს ის მაყურებელი იყო, ამ წუთას თუ არ იყო ის მაყურებელი, ბიჭების ჩვენ ხო ცოცხალი ორგანიზმი ვართ, 11 ადამიანი ვართ. ხო და ზოგი ვიღაცა ხასიათზე არ არის, ზოგი შეიძლება გასვლის წინ ვიჩხუბოთ, ერთმანეთს ვეჩხუბოთ. ძალიან რთულია 11 ადამიანი ასეთი რთული გრაფიკით, როდესაც ერთად მოძრაობს სხვადასხვა ქალაქებში რთულია ცოტა. ხო, მაგრამ სულ ერთმანეთს ფაქტია რომ ისე მოგწონთ ეს რომ რამდენი წელი ამ საქმეს ესე ერთგულად აკეთებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცი არის მე რაღაცა ჯერა რომ ადამიანს რაღაც ძალიან და ამაზე ხშირად ფიქრობს ეს რეალიზდება. და შენს მინდა ეს რაღაც გითხო თუ გაქვს რაღაც აი dream ადგილი, ან ოცნების ადგილი, სადაც დიდი სიამოვნებით გააკეთებდი კონცერტს. ალბათ არ გაგიჟღერებია ესე, იმიტომ რომ შეიძლება არა, ერთი ხო 24 წელს მქონდა ის რომ Webster Hall-ში, ნიუ-იორკში, ანუ საოცარ დარბაზში მქონდა სოლო კონცერტი სასწავლო მუსიკოსებთან ერთად, ნაწილი ამერიკელები, ნაწილი ქართველები. აი ვერც ვიოცნებებდი რომ ამ მექნებოდა, იმიტომ რომ აი ორი კვირით ადრე გრიანას ჰქონდა და ჩემს მერე მბილი აი რაღაც საოცარი ადგილი იყო და ამერიკელებსაც თუ ქართველებსაც არ ჯეროდათ ხოლმე რომ ჩავედი რაღაც რეპეტიციებზე. საერთოდ ვებსაიტ მე ვიღაც ამერიკელებს ვეუბნებდი, ვებსაიტ oh my god, so iconic რაღაცებს ამბობდნენ, ანუ გაგიჟებულები იყვნენ ყველა და
ეგეთი ადგილები ალბათ ისევ თუ ნიუ-იორკში იქნება ან ლონდონში, თუმცა აი თქვენ საერთაშორისო ის არ გქონიაო, როდესაც ფრიჯისთან ერთად ჩვენ გქონდა საერთაშორისო ტური, მაშინ გქონდა საერთაშორისო აღიარება, საერთაშორისო პრესი გქონდა. გამოვედით, აი ყველაზე, აი რასაც იმ აიკონიკ დარბაზებს ეძახიან ლონდონში, საფრანგეთში, იტალიაში, 12 ქვეყანაში ევროპის საოცარ დარბაზებში, აი სადაც მართლა ვიფიქრებდი, რომ აი აქ ვიოცნებებით ჩატარებას, ჩავატარეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ისევ სიამოვნებით კიდევ დავივლიდე ამ ყველა დარბაზს და ჩავატარეთ სიამოვნებით. დავაზუსტებ საერთაშორისოში გულისხმე რომ იქ არ ცხოვრობთ. არა, არ საერთაშორისო ისეც არ ვარ. ლოკალური არტისტი ვარ, ასე ვთქვათ და მაგრამ ამერიკამ მიგიღოთ. ამერიკამ როგორც ქართველი, ანუ ქართველების დიასპორისთვის, მაგრამ ის რეგისტრატ ტური იყო, ეს არ იყო ქართველებისთვის. იქ ქართველი 1000 კაცში იყო ხოლმე 50-60 კაცი, დანარჩენი იყვნენ სულ უცხოელები, როდესაც ეგ ტური გქონდა და ხო, რა ვიცი. ბევრი კონცერტი, იმდენად ბევრი კონცერტი მქონია ცხოვრებაში, რომ ვერც მივხვდები, ანუ საიდან რა გავიხსენო, ასე ვთქვათ. არ დაიღალეთ, ხო? არა. კიდევ ბევრს აპირებთ. კი. და 2026-ის გეგმა გასაგებია, აი საით მიდის ეს გზა? საბოლოოდ, აი როგორ ფიქრობ? თვით გადარჩენაზე. შენ გადარჩენა. კი, იმიტომ რომ აი როგორც აღნიშნავთ, რომ საქართველოში ცხოვრობთ, კი, ნამდვილად ღმერთის მადლობელი ვარ, ნორმალური ძალიან კარგი შემოსავალი მაქვს, მაგრამ მე რო გავჩერდე, როცა გაქვს კარგი შემოსავალი, მიჩვეული ხარ რაღაცნაირ ცხოვრებას. შესაბამისად, რო გავჩერდე და არ მქონდეს ისევ ის შემოსავალი, მაგალითად ამერიკაში რო გაარტყა რაღაც სიმღერა, სინგლი და გამოუშვა, მე მთელი ცხოვრება გეყოფა და მე რო ხვალ გავჩერდე, ზეგ უკვე ვეღარ ვიცხოვრებ ისე როგორც ცხოვრობ მაგალითად. შენ ძალიან კარგად, ძალიან უწევს შენს შემოქმედებაში არის გადაკეთება შეგიძლია პოპულარული სიმღერების ისე რომ კიდევ უფრო პოპულარულს ხდი. გამიკეთებია ეგეთი ქავერები, მაგრამ მე ისე წამოვიდა ეხა ეს ქავერების პერიოდი, რომ ჯობია რომ მაგრამ ძალიან კარგი ეტაპი იყო ეს, ხო? ეს იყო პირველად რომ გამოვში დიდხანს გელოდი გადავაკეთეთ სახეს მაშინ და ის იყო რაღაც პოპ სიმღერა და გავაკეთეთ ჯაზში და მონაწილეობდნენ ჯაზმენები, მუსიკოსები. კლიპი იყო. კი, ეს იყო 2000 წელი. და მე ეს დაბრუნება რაც დავაკეთე 2017-ში, მამუკა ჩარკვიანის ჩემი აღარ გადავაკეთე, ეს ორი ესეთი ხმამაღალი გადაკეთებული იყო და მეც გავაკეთე რამდენიმე ესეთი ქავერი, მაგრამ გადაკეთებას ძალიან დიდი გამბედაობა უნდა. კი. და ძალიან მგონია რომ ძალიან რთულია, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მარტივად გააფუჭო. მარტივად გააფუჭებ და თავარი არის აი მაგ ქავერის გადაკეთებაში ის, რომ არ უნდა გავდეს ორიგინალს. შენ თუ ხა ეცდები რომ იმისნაირად გააკეთო, მაშინ რაღაცზე აკეთებ. თუ კარგად გააკეთებ, მაგ შემთხვევაში წარმატება იქნება. შეიძლება გიყურებ და დაღლილი ხარ. არა, ხო, არა, ცოტა მოვიხმარ. არა, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან ბევრი აი ეს კორპორატიული საღამოები აი გუშინ წინას ჩავატარეთ, ხვალაც მაგ და აი შუალედებში ხანდახან გინდა უბრალოდ ცოტა გაითიშო და როგორ მოვიდე ასე რომ არ დამეთქოს დაღლილობა. აი ეგ მინდოდა ზუსტად ვიდეოში მოხვედრილი. ეცე ამეთეს აი შენი ყველაზე კარგი დასვენება აი გამიგე რომ მოგზაურობა, მაგრამ სულ ხო ვერ მოგზაურობ. მე მაგათაც აი მაქვს ერთი საოცარი სადღაც ჩამწდე და რამე წიგნი გადავფურცვა. შენი რა არის? ესეთი ყოველდღიური რუტინაში მე მაქვს ოფისი, ჩემი პირადი ოფისი, მე ხმამ ყოლავე. ჩემი პირადი ოფისი მაქვს ნინოშვილის ქუჩაზე, რომელსაც ძალიან ლამაზი, ძველი აგურის ესეთი ბალაჭერიანი, კი ბატონო და იქ მივდივარ და დივანზე სულ რო ჩუმად ვიყო, ანუ როგორც ვთქვით რომ ინტროვერტი ვარ, სულ რო ჩუმად ვიყო და ცაში ვიყურო, ეგ არის ჩემი ენერგიის აღდგენის ისა. და ეხლა იმიტომ ვარ დაღლილი, რომ ერთი კვირა ვერ მივსულ ვარ იქ. ხო და მეორე კიდე სახლშიც მაქვს ეგეთი ადგილი, დივანი, სადაც წამოვწვევი ხოლმე და სერიალების ყურებაც მიყვარს, მაგრამ აი ეს პერიოდი ცოტა ვერ ვახერხებ. სერიალები გიყვარს? მიყვარს ხო. დასმეობნე. ხო, მაგრამ კაი სერიალები.
მეგონა მეგონა რომ მაგის დრო არ გექნება. არა, მიყვარს. ეხლა რამდენიმე ესე ფლიც შეკითხვას დაგისვამ და გაგიშვებ ნინოშულზე რომ დაისვენ. ნინოშულზე არ მივდივარ. ზმანაკება. არა, იმ პირობით გაგიშვებ რომ ნინოშულზე წახვალ და 5 წუთით დაისვენ. შევთანხმდით? კი. კარგი. პირველი მაინტერესებს სიმღერა სანამ სტეფანე გახდებოდა სახალხო ცნობილი პირველი სიმღერა რომელმაც შესაძლოა დიდი გავლენა იქონია. უცხოურმა დიდ ქართულმა მუსიკამ იქონია ჩემზე გავლენა ალბათ დაბადებიდან. ესე მეუბნებოდა ბაბუა ჩემი 3 თვის რო ინსტრუმენტს გენძოს ესე ვყავდი და მღეროდიო. მე 3 წლის რო ვიყავი ჯოხს ვიღებდი ფანქარს და დგებოდი და საორკესტრო დაწარმოებებს დირიჟორობდი. დირიჟორობდი თუ რადიატორზე? არა, დირიჟორობდი, ვითომ დირიჟორი ვიყავი და მე რაღაც ჩემი მამაჩემის მეგობრებს ჩამოყოლი ჩემთვის ნამდვილი დირიჟორის ეს ჯოხები და აი ვიდექი და მთელი დრო დირიჟორობდი და ეს ნამდვილად არ მახსოვს რა მიქონია ჩემ მუსიკამ ზოგადად ჩემზე გავლენა იქონია და თანაბრად ყოველთვის როგორც ვთქვა თანამედროვე მუსიკა მიყვარდა, ესე კლასიკური მუსიკა მიყვარდა დღემდე ესე ვარ და გამოტოვებული მაქვს ხოლმე მე რაღაც პერიოდები, მაგრამ ეს კლასიკა და დღევანდელი მუსიკა ყოველთვის ჩემთვის აქტუალურია. ციგნი რომელმაც შეს დიდი შტაბეჭი. ციგნები იყო ჩემს ახალგაზრდობაში, აი ესე ბევრი და სხვადასხვა ტიპის ციგნები, მე მაქვს რუსული განათლება. და სანამ ამ ქართულზე ბოლომდე გადავედი, ძალიან დიდი დრო დამჭირდა, იმიტომ რომ მე გიმნაზიაში ვსწავლობდი რუსულ და იქ გვასწავლიდნენ სამხედროს, მაშინ სამხედრო კომუნისტების დროს დავიბადე 79 წელს რა, 46 წლის ვარ და სამხედრო ცოლები იყვნენ ჩვენი რუსი ნამდვილი ეროვნებით პედაგოგები, რომლებიც მაგალითად არასასკოლო პროგრამას გვაძლევდნენ ხოლმე რა, შედევრებს მაგალითად გინც ტოლსტოის რომელიც თქვა არ იყო გინ დოსტოევსკი, აი ასეთ წიგნებს. და იყო მაშინ ასეთი პოპულარული წიგნები, რომელიც მასცი იყო, რომ უნდა წაგეკითხა და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვახერხებდი ვკითხულობდი. აი ბოლო პერიოდში ნუ ძალიან სიცხვილეა, მაგრამ ნუ არ ვკითხულობ, ვერ ვიტყვი რომ მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც წიგნებით უნდა ვიმარიაშო. არა, მე მაგალითად აი პეპი მაგურ რომ კითხვის შესაძლებელი წიგნი დღემდე ვიტყვი პეპის. ბავშვობაში რა ვკითხულობდი? ბავშვობაში სხვათაშორის რელიგიით ვიყავით გატაცებული. ჯერ ეს მართლმადიდებლურ ამბავში ესე იგი ჩემდაც დავყვებოდი ხოლმე პატარა რო ვიყავი ძალიან და მე გავიცანი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბაპტისტები, ასე პატარა და დამაინტერესა მათ კრებებზეც დავდიოდი და მე მაჩუქეს საბავშვო ალბათ 10 წლის ვიყავი ბიბლია, რომელიც იყო ჩანახატებით და ძალიან კარგად ეწერა, ანუ გასაგებად ეწერა და შემიძლია ვთქვა, რომ აი ბავშვობაში ეს ბიბლია წავიკითხე, ძალიან დამაინტერესა და ძალიან კარგად ავითვისე რა იყო შიგნით და მე უკვე როცა ცოტა გავიზარდე და დიდებისაც ვცადე და მაქვს დღეს ერთი ბიბლია, რომელიც ბევრჯერ ვეცადე რომ წამეკითხა, მაგრამ აღარ გამომდიოდა. ახალიც ძველიც და აღარ გამომდიოდა, თვითონ აღარ ჩადიოდა ტვინში, იმდენად რთულად წერია რაღაც ერთი. ძველ ქართულად ვცდილობ. არა, ისევ რუსულად ვერ ვკითხო და მაგითო დავიწყე, რომ ქართულად როცა ვიწყებ კითხვას რატომღაც ფიქრებში მივდივარ და აი ბოლომდე ვერ შევდივარ შიგნით და ამიტომ ძალიან ბევრი ქართული შედევრი არსებობს, რომელიც მე სამწუხაროდ არ მოგზაურობ. ხო, არაფერი არ ტეხავს დღესდღეობით, არაფერი არ ტეხავს. ძალიან კაი ფილმები მიყვარს, ესეთი მაგარი რეჟისორის გადაღებულები და ეგეც უნდა მეკითხა ფილმი, რომელიც ყველაზე მეტად აი ესეთი ალბათ ბავშვობაში მონანიება, იმიტომ რომ არ მქონდა უფლება ყურების 18 პლუს იყო და ხო გახსოვდა ვიდეოები და ფარდე საფარბი მეზობელს რა ალბათ დიდი შთაგონება ჰქონდა ამ ფილმს ჩემზე და მეშინოდა მე მეგონა რომ დედა ჩემს წაიყვანდა ვიღაცა, იმიტომ რომ ბავშვს მართლა არ შეიძლება ეგეთ ფილმებს ყურება და მე იყო ასეთი შთამბეჭდავი ჰიჩკოკის ფილმებიც ასევე ხო, რომელიც ძალიან და მაშინ არ იყო რა ეს ფილმი იწყებოდა ეს ილუზიონი თუ რაღაცა და ყველა ერთად იკითხებდა. ხო, მახსოვს და აი ამან დამიტოვა რაღაც ნალექი შთაბეჭდილებებიც, მაგრამ ესეთი ხო გენიოსების ფილმებმა დატოვა ჩემზე შთაბეჭდილებები. მაგრამ ისვენებს სერიალები. სერიალები, თუ აზრო სერიალებით, კარგი სერიალებითაც არის რაღაც კარგი სერიალები. ხანდახან მთელ სეზონს მოვჭები და არ მახსოვს და ისე. მე ტვინი ეს არის ადამიანის განვითარების ეტაპები, ახლა ეს მეცნიერულად არის ხო დადასტურებული, აი როგორც შენა რაღაცა ეტაპები, თინეიჯერი იქნება, პუბერტატის რომელიღაც ეტაპი, ხო
ჩვენ სულ ვიზრდებით, ხო? ხა სულ. 30 წლის სხვა ხარ, 40 წლის სხვა ხარ, 50-ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრობლემაა თუ იგივე ხარ სულ. და ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი ვიცით, რომლებიც არ მუშაობენ არც საკუთარ თავზე, არც ვითარდებიან და ძალიან ბევრი ვიცით, ხო, მეზობლები, აი როგორც გავიცანით, ისევ ის არის, ისევ იგივე უბრალოდ ხო, რუტინაში არიან და თითქოს ესეც არის, იცით, თავისებური რაღაც მედიტაცია და ბედნიერების შეგრძნება, თითქოს აწყობთ ეს ყველაფერი. ხო და ჩვენ ეთყობა არ გვაწყობს ეს ყველაფერი და ვცდილობთ გამეთანხმებით. პრივატ ვეღარ იქნება იმ მდგომარეობაში, იმიტომ რომ სხეული იცვლება ფსიქიკას, რომ თავი დაანებო, ხო? და ადამიანები აი ამ გზაზე სხვადასხვა რაღაცებთან არის ახლობა, გადაცვა არ შედახსენე, რომ 8 წელი ვარჯიშობდი. ახლა აღარ ვარჯიშობ. აი ახლა სახში ვაკეთებ რაღაც აზიდვებს და ეგეთ მარტივ რაღაცებს. საერთოდ უკვე დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ რაღაც ასაკისმერი აღარ შეიძლება ეგეთი დატვირთვა და ყველაზე მაგარია, რაც ყოველთვის მსოფლიო ლაპარაკობს, ეს 10,000 ნაბიჯი დღეში. ამას თუ შეძებ მე ჯერჯერობით ვერ ვახერხებდი, რომ თბილისში მიჭირს, მაგრამ ვისაც შეგიძლიათ რომ ფეხი წიაროთ, ყველანაირ ვარჯიშს ცვლის და ესეც ის ყველა. და ამიტომ უკვე რაღაც ასაკში შეიძლება მხოლოდ სიარულითაც ჩანაცვლება და ვეცდები რომ ახლა ბევრი ვიარო ქუჩაში. აუ, იცი ამაგერა შაშა მთელი წელი მყავდა მანქანა დაყენებული და სულ დავდიოდი ფეხით. თავდადად ეს რაღაც უბრალოდ ცუდი პერიოდი მქონდა და ამას გადავატანე. მე ისე შევეჩვიე, რომ თუ 10,000 ნაკლებს ვივლიდი, მართლა ეს ყველა ალბათ მე თურმე კუნდალინის ძალიან მაგარია. აქტიურდება. უბრალოდ აი მქონდა რა იცი რა, მე სუნთქავდი რაღაცა ფიზიკურ დონეზე. ხო, ეს ეგ არის რომ არ უნდა მიატო. ხო და იცი და ეგზისტენციალურ საკითხებთან დაგისვა რა. ხა ასეთის მათებასთან ერთად ხო აი ადამიანებს ცოტა ეს ეგზისტენციალური კრიზისები ეწყებათ, რომ აი და მე რა იქნება და აი მე რომ შენ თუ გაქვს ესეთ. ჯერ მე მგონი 46-ის არ არის 65-ის და არა, 30 წელს ასე. აი 30-ის მე გეტყვით, ვისაც თავის ვიზუალზე აქვს გართულება, უფრო ეგეთებს ემართებს. ხო რა. აი ხლა მე რო ის და მე არასოდეს არ მქონია ეს წარმოდგენა, რომ აი მე რაღაცა იმდენად სიმპათიური ვარ, რომ აი 10 წელს მერე აიქნება. ანუ ძალიან მარტივად უყურებ მაგას და ნუ უნდა იშრომო, რომ კონდეს მომავლის იმედი და აი ვინმე სხვა ესეთი ნარცისული მომენტები აქვს, აი ვიზუალთან დაკავშირებით ცვარი ფსიქიკური რაღაც შემოტევები, რომ აი მე აი ცოტა ჩამომივიდა და ის აი ეს კიდევ კაი მე არ მაქვს. რა გენოღლება არ ჩამოგდის და ჯერ გენეტიკის ამბავიც არის და ალბათ რომ ჩამომივა, მეც მიმართავ ექიმებს ისა ესა, ნუ დიდად არ გამიცდი რა მოკლედ მაგამოს. და ბოლო კითხვა, არა ბოლოს წინა კითხვა, ადამიანში ყველაზე მეტად რას აფასებს მინდა? გულწრფელობა კაია, თუ ადამიანი გულწრფელია და არ გეშინია მის იქით რა იმალება და ბოლო პერიოდში დავაკვირდი, რომ ადამიანი თუ არის თავმდაბალი, ეს არის მისი ყველაზე დიდი პოზიტიური რამ რაც შეიძლება პირველად შთაბეჭდილებად დაგიტოვოს. აი ადამიანთან რომ რატომ მომივიდა ეგ თავში, რომ ერთ არათავმდაბალ ადამიანთან მომიწია მუშაობა და ვერ ხვდებოდი რა არის ჩემი პრობლემა მასთან ურთიერთობის. და მე მივხვდი, რომ აი ადამიანს როგორც თავმდაბლობა ამშვენებს, ეგრე ალბათ არაფერი და ალბათ ეგ არის ერთ-ერთი პირველი რაც უნდა იყოს. და ბოლო კითხვა არის ესეთი ძალიან ცნობილი ფრაზა არის never say never, ხო? არასდროს თქვა არასდროს და არის ესეთი რამ, რასაც შენ არასდროს გაკეთებდი. ძალიან ბევრია ეგეთი რამე, ხო? ეხლა არ მომინდება რომ ადამიანი მოკლა, ან ვიღაცას რა თუნდაც ვაწყენინო, არ მართლა, მაგრამ კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს. მერტმა დაიფაროს რომ მსგავსი რამე ჩემს ცხოვრებაში გადაწყდეს. და ეხლა მოდი იმედის მომცემი რამე სიტყვა დაგვიგდე აქ ჩვენი თვა. მე იმედის მომცემი ვარ სრულიად, მე მგონი არ მოვსულა რაღაც დეპრესიულად, უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი, ვისაც ბოდის. გავიშვათ ნინოშველის კოჩას. ვისაც ბოდის გიხსით, სწორი. არაფერი ყველაფერი რა თქმა უნდა კარგად იქნება. დედამიწა გადარჩება, კაცობრიობა გადარჩება, ჩვენ ქვეყანასაც ეშველება და მომავლის იმედი თუ დავიცხოვროთ აუცილებლად ყველა ვიყვარდეს უნდა ერთმანეთს. სტეფანე ბენიშას კონცერტს და ესპანიკოსთან. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგარი ყდა და ყველაფერი შიგნით პროტოკოლებით ძალიან კარგია. მადლობა. მადლობა თქვენ.